ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამომშვიდობისა შოუ ბიზნესის სიახლეებით ეთერშია ინფორმატორის და ლაილაის 10 საათიანი ყველაზე ვრცელი გამოშვება და მოდით ერთად გადავხედოთ ჩემს საინფორმატორო ფურცლებს. თავისუფალ თეატრში ალიკა დარჩიაშვილის წიგნის პრეზენტაცია მოეწყო. წიგნის სათაურია როგორ ვერ მოკლეს ქართველებმა ილია. ისე ჩვენში რო დარჩეს ქართველებმა ნამდვილად ვერ მოკლეს ილია. ეხლა კი სიუჟეტი ვნახოთ. ჩვენ ვიმყოფებით თავისუფალ თეატრში, სადაც მოეწყო ალეკო დარჩიაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია, როგორ ვერ მოკლეს ქართველებმა ილია. აუდიტორია წარმოადგენენ ქართველებისთვის კარგად ცნობილი პოეტები და მწერლები. ჩვენ მათ აუცილებლად გავესაუბრებით. სულ ხარისხლებში ვიქნია ხმალი. სისხლიც უარა და ცრემლიც მედინა. მაინც არასდროს არ დადგა ხვალე ისეთი, როგორც წარმომედგინა. მსგავსი დიდება ღმერთმა მარშალოს, არც კაენი ვარ და არც პიერო. მაგრამ რა ვქნა, რომ გევალ სამშობლოს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. არ გაწუხებდა სიცხე ზაფხული, სხვაგან ვეღარ თერეზაფხული. ვერ შემოგვამის ცირიკერი გარეთ ვერ შეგვაშინას შინარი ვეღარით. და ბოლოს, როცა სამშობლო თოვლის ნამქერმა შთანთქა უკვე თანამად. ყველა მეთდა რომ ზამთარი მოდის ჩვენს გარდა, ჩვენ ხომ სახლში არ ვართ. მე არ გეკადრები, თუმცა თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება, ვინ არაგორდება, ვინ არავარდება. მადლობა. ავტორის საკითხით რამდენიმე ლექსი მოვისმინეთ. ჯერ ადამიანი უნდა იყოს, მერე პოეტი. ხო და აი და მიხარია რომ გამოვიდეს პატარა წიგნი, სადაც ჩემი საყვარელი ლექსებია. მე ძალიან მიყვარს ეს ლექსი, სადაც ესეთი კოდები უკვე ერთხელ მომკარეს. აღარც მინდა რამეს კიდე ყველაფერი სულ ერთია, სულ ჩემო, ცოტა კიდე იქითობა სულ ერთია. კარგი ჩუწიო აქვს ესეთი პოეტური, კარგი ენა აქვს და ხმარობს და ის რაღაცეებს. აი თარგმნაშიც ჩვენ ერთად ბევრი რაღაცეები გავუკეთებია და რა ვიცი, საოცრად კაი ბიჭია და მე ძალიან მივესალმები. ეს ლექსია უბრალოდ პროდუქტიული არ არის ესე ვთქვათ იმასთან შედარებით, იმიტომ რომ ამითი არ არის დაკავებული მარტო რა, კიდე ბევრი რაღაცეებს აკეთებს. ამიხსენით კაცურად თავებს რატომ ვიტკივებთ? ჭუჭხში ისთვის დავცურავთ და როგორ ტივტივებთ? გთხოვთ ამიხსნათ მარტივად, ვისაც ჭამას სწრაფად სულს, ღირს კი ჭუჭხი პატივად სულს თუ გთხოვენ საფასურს. ამიხსენით უბრალოდ დაგვრჩა კიდევ რამე სვლა, ან გაკრება უყუროთ დაღერად ჩვენ დაგვესვა, თავებს როგორ დავიხსნით, ნუ თუ ამას ამიხსნით. ძალიან საინტერესო პოეტია და საინტერესო პიროვნება. წერს ასე ვთქვათ ირონიულ ლექსებს, ირონიული პოეზია ვთქვათ შეიძლება დაერქვას, მაგრამ ეს არის საკმაოდ სერიოზული პოეზია და ამ ირონიაში მეტი პატრიოტიზმია ვიდრე იმ ლექსებში ჯიხს რო იცემენ კერჩი და ძალიან პატრიოტები რო არიან. თვითონ ამ წიგნის გამოცემა მოხდა ძალიან სპონტანურად, ძალიან ჩქარა, საკმაოდ მალე გამოვიცით ეს წიგნი. მე მგონია რომ ალგარი ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ნიჭიერი კაცი, რომლის ლექსებშიც ყოველთვის არის სიმართლე, ანუ სიტყვაში არასდროს არ იგრძნობა ტყუილი. უკვე მეოთხე წელია, რაც ბორჯომში სიმღერის საერთაშორისო კონკურსი ბროლის ნაძვი ტარდება, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებული ნეკა სებისკვერაძეა. ამჯერად ნეკა ფესტივალის დირექტორად დანიშნეს. მე 94 წლის გამარჯვებული ამ ფესტივალზე. შემდეგ წლების მანძილზე ხდებოდა ისე, რომ ვიყავი უცვლელი ჟიურის წევრი, ახალგაზრდული ჟიურის, ასევე წამყვანი კონფერენცია ამ ფესტივალის და ძალიან ისეთი
მჭიდრო ურთიერთობა მაკავშირებს ბავშვთა ფედერაციასთან და ბროლის ნაცვლთან და სულ რაღაც 10 დღის წინ ბატონმა კოპაკილაშვილმა ფესტივალის პრეზიდენტმა, ბავშვთა ფედერაციის პრეზიდენტმა ესეთი ძალიან საპატიო მისია დამაკისრა ფესტივალის დირექტორობა. ძირითადად ამ ეტაპზე რასაც ვაკეთებ ეს არის PR-ი. წელს ფესტივალი ჩატარდება 5-დან 10 სექტემბრამდე უცვლელად ბორჯომში, ხოლო შესარჩევი ტურები ბავშვთა ფედერაციაში იქნება 5, 6 და 7 ივლისს. ასაკობრივი კატეგორია არის 7-დან 17 წლამდე. ახალგაზრდები ის არ აქვს მნიშვნელობა სოლისტები იქნება თუ ანსამბლი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ერთი სიმღერა მაინც აუცილებლად უნდა იყოს ქართული. კონკურსი და მთლიანად შესარჩევი ტურების და ტურებით ფესტივალის აუცილებლად ტარდება ცოცხალი შესრულებით და ყველა მონაწილეს ექნება ისეთი პირობა შექმნილი, აპარატურა იქნება ძალიან კარგი, რომ პრობლემა არ ექნებათ. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბასტი ბუბუს კონცერტი გაიმართა, სადაც ბავშვებმა დიდი ოსტატობით და რაც თავარია სიყვარულით შეასრულეს ყველა თაობის ქართველი კომპოზიტორის სიმღერები. უფრო დაწვრილებით იმის შესახებ თუ რა ხდებოდა ფილარმონიაში ჩვენს სიუჟეტში ვნახავთ. მე ძალიან მომწონს ბასტი ბუბუს ეს პროექტი საერთოდ და დიდი სიამოვნებით ბავშვებთან ერთად ვესწრები ყველა მათ მიერ განხორციელებულ ესეთ უმშვენიერეს კონცერტს. მე მიყვარს ძალიან ბასტი ბუბუ, ყოველთვის ვუყურებ და ყოველთვის უსმენ, კასეტები ვიყიდე და საერთოდ მიხარია რომ ესეთი კარგი სტუდია გახსნეს და ჩემი შულსაც შევიყვანა ალბათ მალე. უკვე მეორედ მომიწევს ტომი და ჯერის შესრულება და დღეს ასევე შესრულდება ჩემი და ნინო კათამაძის სიმღერა საჩუქარი მზეს. ასე რომ მე დღეს მაქვს აბსოლუტურად სრული სერიოზულობით ვღელავ და განვისტრი როგორც ჩემს რიგით გამოსვლაზე, თუმცა ყველაფერი ამას ემატება ძალიან დიდი სიყვარული და სიამოვნება, იმიტომ რომ ბავშვებთან ხდება ეს და ხდება ბასტი ბუბუელებთან. ყოველთვის მივიღებ მონაწილეობას, რაც შეეხება ბავშვებს, არ არსებობს. მე უარი არალოს არ მეთქვია და არც ვიტყვი ეგეთ კონცერტებში მონაწილეობის. თავს არ შევიკავებ არალოს. დღეს ვღერი ვარ იგივე სიმღერას, დავითაშვილის მატარებელო, რომელიც ბავშვებმა თვითონ ამოარჩიეს. დღეს მაია ჯაბუა მაშაღირებდა კიდევაც, რომ როგორი ხიტი გაქვს, ხედავ და ძალიან მიყვარს ყოველშევ ეს სიმღერა. სასიამოვნოა ბავშვებთან ერთად სცენაზე გასვლა ეს ხშირად არ გვაქვს რა თქმა უნდა და რაც ყველაზე მთავარია ბავშვები არიან ბედნიერები, ამიტომ ჩვენ ვართ მათ გვერდით. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლადო გახდეს კიდევ ერთხელ აapplოდისმენტები. ხალბატონ მაია მამარდაშვილს, ხალბატონ ლილიაშვილის ქალიშვილს. ძალიან დიდი მადლობა.
ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენ ვარსებობთ იმისთვის ბავშვებისთვის ხო და მე მგონი ამაზე დიდი ბედნიერება რომ ბავშვისთვის რაღაც გააკეთო არაფერი არ არის და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ბასტებობოს, იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ბავშვების სამყარო უფრო მრავალფეროვანი იყოს და ძალიან ბევრ შესაძლებლობებს აძლევენ ყველა ბავშვს. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.